დღეს აგვისტოს 5 დღის პრემიერამდე სულ რაღაც 3 საათნახევარი რჩება. ჰოლივუდური თანავარსკვლავედი თბილისშია საქართველოს ფილმის ნახვამდე შერონ სტოუნი ძველ თბილისს ათვალიერებს. სუპერ ვარსკვლავი თბილისურმა აივნებმა და ძველებურმა ხალიჩებმა მოხიბლა. სტოუნი მეტეხის ეკლესიაში შევიდა, შემდეგ შარდენის ქუჩაზე გაისერნა და თბილისის ძველი უბნები ფეხით მოიარა. შემდეგ კი შერონ სტოუნმა ქუჩაში შემხოდ ბავშვებთან ფოტოებიც გადაიღო. ხალხი ამბობს, რომ შემხოდრები ამბობენ, რომ შერონ სტოუნი განსაკუთრებული სიტყვით გამოირჩევა. რა უქნა, გეხოწები მითხარი რა უქნა რა. One restaurant in Georgia. Go to this. With this little girl. Could you please? Yeah? Девчонки, вставайте. Это очень известная, самая красивая женщина. Давайте. Девчонки, подойдите. Here we go. Yes, here we go. Okay, quick. Get back here. Улыбайся тоже. Okay, this way. Woohoo! Ой, не надо. What are you doing? You're crazy, girl. Სუბუქი გრაფიკი წავიდა დასათვალიერებლად თბილისის, დაათვალიერებს ღირს შესანიშნავებს და ალბათ ფეხითაც ცუდად გაისეირნებს. ხოლო მას შემდეგ დაბრუნდება სასტუმროში და დაიწყებს უკვე მზადებას პრემიერისთვის, რომელიც გაიმართება საღამოს 6-ის ნახევარს. მოთხოვნებს რაც შეეხება, კი ძალიან მეგობრული, ძალიან ესეთი ადამიანი არის, მოვიდა სასტუმროში და აქ ოთახი იყო, ანუ არ ყოფილიყო non-smoking room. ისეთი დიდი მოთხოვნები არ ყოფილა. არც ისეთი კაპრიზულები ყოფილან ჰოლივუდის ვარსკვლავები. შემთხვევით ალბათ გაგვიმართლა, რომ ნამდვილად იღბლიანი ვარ. ფოტოზე დაგთანხმდათ თეორიულად. არავისგან არ ამიღიანებთ, უბრალოდ მოვასწარი შორი კადრის გადაღება. შერონ სტოუნი პროდიუსერებთან ერთად პრეზიდენტის სასახლესაც სტუმრობდა. ჰოლივუდელ ვარსკვლავს პირადად პრეზიდენტმა უმასპინძლა. მიხაილ სააკაშვილი ამერიკელ კონგრესმენებთან დელეგაციას მასპინძლობდა, როდესაც მათ სუპერ ვარსკვლავით შეუერთდა. სააკაშვილმა შერონ სტოუნს და კონგრესმენ დეივიდ ბრეიერს ძველი ქალაქის ხედები დაათვალიერებინა და თბილისის ისტორიას მოუყვა. შემდეგ სააკაშვილმა სუპერ ვარსკვლავს პრეზიდენტის სასახლეც დაათვალიერებინა. შერონ სტოუნი პრეზიდენტის მისაღებში გამოყენებული ფოტოებით, პრეზიდენტის შვილებით და ქვეყანაში დაგეგმილი პროექტებით დაინტერესდა. მსახიობის დიდი ინტერესის გამო პრეზიდენტის დახმარებით სტოუნმა სასახლის ცენტრალურ თაღზე ასვლაც გაბედა და დედაქალაქის ხედები იქიდან დაათვალიერა. Don't stop here, this is very dangerous. I was gonna die.
საღამო მშვიდობისა ძალიან სასიამოვნოა თქვენთან შეხვედრა. უძველესი ადგილებია. ეს კედელი მე-9 საუკუნით თარიღდება. ეკლესიაც მე-9 საუკუნეში ააშენებულა. თვითონ ძველი ქალაქი კი მე-16 მე-17 საუკუნეებიდან არსებობს. ხიდი ახლახან ავაშენეთ. ამ ადგილას ახლა ძალიან ბევრი ახალი შენობაა. ხორციელდება ახალი პროექტებიც. ეს სასახლეც ახალია. მოდით სურათს გადაგიღებთ. ამ ხედის ფონზე ძალიან კარგი ფოტო გამოვა. ეს არის ენდი გარსია გადაღებების დროს ჩემს სამუშაო ოთახში. შვენიერია. ეს კი ჯორჯ ბუშია, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა. ეს ჩემი პატარა შვილია, 5 წლის არის. სამხედრო კარავი აქვს და იქ იძინებს ხოლმე. ღმერთო ჩემო, ძალიან საყვარელია. ეს ახალი დელფინარიუმია. ჩვენ ზღვისპირა ქალაქში ძალიან ჭკვიანი დელფინები არიან. უყვართ ადამიანთან ურთიერთობა. რა საოცრებაა. ეს არის ქალისა და მამაკაცის მოძრავი სხეული, რომლებიც რაღაც მომენტში ერთ სხეულად გარდაიქმნებიან და შემდეგ ისევ ერთმანეთს ჩორდებიან. ღმერთო, რა ლამაზია. ეს არის ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობა. ეს ქალაქი აქედან 2 საათის სავალგზაზეა. ეს კი მთავრობის სახლია. ეს სვანეთია, სადაც ახალი აეროპორტი და სამთო-სათხილამურო კურორტი გავხსენი. იქ თოვლის ზაფხულშიც კი მოდის. სანაპიროდან მხოლოდ საათნახევარის სავალი მანძილია. ამ ადგილას არ დადგეთ, ძალიან საშიშია. ნამდვილად საშიშად გამოიყურება. მოდით მაინც დაგაყენებთ, არანაირი პრობლემა არ არის, ცეკვაც კი შეიძლება.